როგორც მოგეხსენება თუ ესწრებით ანტალიის დიპლომატიის ფორუმს არის ძალიან საინტერესო ღონისძიება, მადლობას გადავხდით ჩვენს თურქ მეგობრებს მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის მონაწილეობა მივიღოთ ამ საინტერესო ფორუმში. დილიდან გქონდა ღონისძიებები, მონაწილეობა მივიღე როგორც მოგეხსენებათ პანელურ დისკუსიაში, სადაც საინტერესო თემაზე გაემართა მსჯელობა, ეს იყო დიპლომატიის როლი საერთაშორისო პოლიტიკაში, ასევე დავესწარი გახსნით ღონისძიება, სადაც საინტერესო სიტყვით მიმართეს აუდიტორიას, როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრმა და ასევე დღეს გქონდა შესაძლებლობა გაემართა ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილხამ ალიევთან. რა თქმა უნდა, ამ ფორმატს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავაღმოვოთ ჩვენი პარტნიორობა მეგობრ ქვეყნებთან. ბატონიაკლი, ილხამ ალიევი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან მკაფიო თქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით არის არასწორი და უსამართლო მიდგომები. პრინციპში ჩვენ ეს მოვისმინეთ დღეს ფორუმის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებისგანაც და ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების, სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებისგანაც. ანუ ამ თვალსაზრისით რა შეგვიძლია ვთქვათ ფორუმის შედეგებზე, პირველი დღის შედეგებზე? ჩვენს მეგობრებს, მეზობელ სახელმწიფოებს ძალიან კარგად ესმით, რაც ხდება საქართველოს გარშემო. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ განცხადებებს, რომლებიც კეთდება როგორც აზერბაიჯანელი მეგობრების მხრიდან, ასევე თურქი მეგობრების მხრიდან. მე პირადადაც გადავხადე მადლობა ბატონ ალიევს მისი მხარდაჭერი განცხადებების გამო, დღეს როცა გაემართა ჩვენი ორმხრივი შეხვედრა, ვინც ობიექტურად აგვირდება და აფასებს მოვლენებს, რა თქმა უნდა, ყველასთვის ცხადია, რაც ხდება საქართველოს გარშემო. ყველასთვის ასევე ცხადია ის, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე, არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს გარშემოც. თქვენ იცით, რამდენად დადებით როლს ასრულებს საქართველო მთლიანად სამხრეთ კავკასიაში და ჩვენს ფართო რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. და ეს არის ჩვენი საერთო ხედვა, ხო? მშვიდობაზე ორიენტირება, განვითარებაზე, კეთილდღეობაზე და ვფიქრობ, რომ ყველა სახელმწიფო სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობდეს, თუმცა დღეს თანამედროვე მსოფლიოში მიდგომები არის სამწუხაროდ განსხვავებული. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, მასშტაბით შეიძლება მიდგომები ესჭირდება მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკის სწორი მიმართულებით განვითარებას. ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, ვიხილეთ მორიგი სანქციები და ისევ რაიმე კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე. რას ნიშნავს ეს დამოკიდებულება ამასაც რომ? ეს არის უბრალოდ გაუგონარი მოვლენა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ჯონ ლოკის ქვეყანა და სხვა დიდი მოაზროვნეების ქვეყანა. ინგლისში ვითარდებოდა სამართლებრივი პრინციპები, თანამედროვე სამართლებრივი პრინციპები ისტორიულად და დღეს ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ყოველგვარი ფაქტის გარეშე ადამიანებს უფარდებენ პრაქტიკულად სისხლის სამართლებრივი სანქციის თოლფას ზომებს. ეს არის, რა თქმა უნდა, ტრაგიკული მოვლენა და ტრაგიკულია იმ ისტორიიდან გამომდინარე, რომელიც გამოიარა დღემდე ინგლისმა, დიდმა ბრიტანეთმა. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ წუხარება შეგვიძლია გამოთქვათ ამ ყველაფრის გამო. და ბატონი, კითხავთ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე და მიმდინარეობაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო კომისიის მუშაობა, ვისმენთ საკმაოდ იმეერ ისტორიებს და პარალელურად ასევე ვხედავთ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც უარს აცხადებენ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე. რა შეგვიძლია ამ დროისთვის თქვათ, რა გამგვიკვეთა იმ თქვათ ისტორიების მოსმენით კონკრეტულად, რასაც ხედავთ ჩვენ ყოველდღიურად. ეს პროცესი ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ რა ხალხი მართავდა ჩვენს ქვეყანას 2003 წლის ბოლოდან 2012 წლის ჩათვლით. ეს იყო უცხოური აგენტურა. ხშირ შემთხვევაში აქ იყვნენ წარმოდგენილი ჩვეულებრივი სადისტები, არა მარტო რაღაც ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ არავითარი პრინციპები, არამედ სადისტური დამოკიდებულებით ეყრობოდნენ ეს ადამიანები სხვებს. და ეს იყო საერთო სულისკვეთება, რომელთაც გამოირჩეოდა მაშინდელი ხელისუფლება. და მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ეგრეთ წოდებული deep state-ი ევროპული ბიუროკრატიის ხელით, მანამდე ამერიკული ბიუროკრატიის ხელით ცდილობდა მთელი ამ დროის განმავლობაში საქართველოში ხელისუფლებაში დაებრუნებინა ეს ადამიანები, რომლებიც გამოირჩეოდნენ სადიზმით, ადამიანების კლოლობით, წამებით, რომლებმაც ჩააბარეს ქვეყნის ტერიტორიების 20% და ასე შემდეგ, ხო? ასეთი ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნება ცდილობს deep state-ი ევროპული სტრუქტურების ხელით და მანამდე ცდილობდა ამერიკული სტრუქტურების ხელით. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან და რაც ყველაზე მთავარია, ბუნებრივად უნდა დადგეს შედეგი და ეს შედეგი უნდა იყოს იმ
ძალების ჩამოშორება ქართული პოლიტიკიდან, რომლებმაც არა მხოლოდ წარსულში შეედინეს დანაშაულები, არამედ მომავლისთვისაც უქადდნენ ასეთი დანაშაულების ჩადენას ჩვენს ქვეყანას. იმისათვის რომ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა, არ შეიძლება რომ ასეთი პოლიტიკური ძალები დარჩეს პოლიტიკურ სპექტრში. და ჩვენ ვსაუბრობთ ბატონო ირაკლი ორმაგ სტანდარტებზე გარკვეული ქვეყნების მხრიდან და საქართველოსადმი მიდგომებზე. ხო დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც გამოაქვეყნა სოციალურ პოსტი თანდართული ფოტოთი, როგორ თქვათ შეიძლება ერთი და იგივე ქმედების ჩამდენი პირი ამ შემთხვევაში იყოს დასჯილი და ერთ შემთხვევაში უწოდები მოძალდეს, მეორე შემთხვევაში როდესაც საქართველოსი საუბარი მშვიდობიან მომენტებიც ხდება, როგორ მიდგომებთან გვაქვს ამ შემთხვევაში. თავად პარლამენტის თავმჯდომარემაც ამას უწოდა უტიფრობა და სხვა სახელი ამას უბრალოდ არ შეიძლება დაერქვას, როდესაც ცხადად ძალადობრივი, უკიდურესად ძალადობრივი ქმედებები კონკრეტულმა ძალებმა შეაფასეს როგორც მშვიდობიანი აქციები. ხო, მხოლოდ უტიფრობა შეიძლება ეწოდოს ამას. თქვენ გახსოვთ 5 დღის განმავლობაში რა მასშტაბის ძალადობას ჩადიოდნენ კონკრეტული ადამიანები, იყო შტორმი სახელმწიფო შენობებზე, იყო შტორმი პოლიციელების წინააღმდეგ, სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ და ამას უწოდებენ მშვიდობიან აქციებს. რა თქმა უნდა, ეს არის უდიფრობა, სხვა შეფასება უბრალოდ არ შეიძლება მიეცეს ასეთ ქმედებებს და აქაც ჩანს, რომ რეალურად კონკრეტული ადამიანები მოქმედებენ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთით. აქ საუბარი მაქვს როგორც ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსებზე, ასევე უცხოელ პოლიტიკოსებზეც, ისინი იღებენ ჩვეულებრივად დაკვეთებს და როგორც აგენტები არიან იძულებული რომ გააკეთონ ასეთი უხეში შეფასებები, რომლებიც არის არა მარტო უბრალოდ მცდარი, არამედ არის ჩვეულებრივი შეშველი ტკუილი. საზოგადოებამ გამოიტანა ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია საკუთარ დასკვნებს. 9 აპრილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე პარლამენტის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ დონორების მხრიდან უნდა იყოს კონკრეტული რეაგირება, თუმცა აქამდე ამ დრომდე არ ყოფილა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა რეაგირება უნდა გქონდეთ ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების კონკრეტულ დონორებს ამ საკითხზე? და თუ შეიძლება ამავე კონტექსტში რომ ვისაუბროთ დიპლომატების და ელჩების მხრიდან დუმილზე ამ მართულებით და გამოხმაურებაზე. რეალურად ყველა მეცის რომ ეს კონკრეტული უმსგავსობა დაფინანსებული იყო უცხოელი დონორების მიერ. კონკრეტული დონორები ყავდა იმ ქმედებებს, რომლებიც განხორციელდა NGO-ების წარმომადგენლების მხრიდან 9 აპრილს. ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ და რა თქმა უნდა, გაუჭირდებათ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება ერთი მარტივი მიზეზის გამო. ისედაც დისკრედიტირებული არიან შესაბამისი დონორები ქართული საზოგადოების თვალში და მათ რა თქმა უნდა არ უნდათ განიცადონ კიდევ უფრო მეტი დისკრედიტაცია. თუმცა ჩვენ მათმაგივრად ვეთყვით საზოგადოებას სიმართლეს და შევახსენებთ იმას, რომ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ფინანსდება კონკრეტული დონორების მიერ, რომლებიც ძალიან შორს არიან იმ ყველაფრისგან, რასაც ჩვენ ვიცნობდით ევროპული ღირებულებების სახით. სწორედ ევროპელი კონკრეტული ბიუროკრატები, ჩინოვნიკები უპირისპირდებიან ევროპულ ღირებულებებს ჩვენს ქვეყანაში და ეს ბუნებრივია, ძალიან უარყოფითად აისახება ევროპული სტრუქტურების იმიჯზე ქართულ საზოგადოებაში. იმედი მაქვს, რომ მომავალში ამ მიმართულებით ვითარება შეიცვლება. ნიშნულოვანია თუ არა, რომ დიპლომატები, ასე ვთქვათ, ის ჩავანთვალოთ და ნიშნულოვანია თუ არა, რომ ასე ვთქვათ, გამოხმაურება იყოს და მოვისმინოთ. ბუნებრივია, არ შეიძლება, როდესაც აფინანსებ კონკრეტულ ქმედებას, მერე იმალებოდე. თუ აფინანსებ, გამოდი კიდეც და აღიარე, რომ შენი დაფინანსებულია ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. თუმცა, ის ფაქტი თავისთავად, რომ ეს ადამიანები, უცხოელები, დონორები იმალებიან, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მათ ძალიან კარგად აქვთ გათვითცნობიერებული მათი დაფინანსების ანტისახელმწიფოებრივი ბუნება. ისინი შეგნებულად აფინანსებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, აქციებს ჩვენს ქვეყანაში, რასაც უნდა გქონდეს საზოგადოების მხრიდან სათანადო შეფასება. ბატონო, პასეს რეზოლუციაზე კითხავთ, ხომ როგორ შეაფასებთ მიღებულ რეზოლუციას? ჩვენ საინტერესო ნაკლებად არის ეს ყველაფერი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება თავის დროზე, პასეს ჩვენი საქმიანობის შეჩერების თაობაზე, გამომდინარე იმ აბსოლუტურად არასწორი მიდგომიდან, რომლითაც ძველი რეზოლუცია დამტკიცდა. ყველამ უნდა სცეს პატივი ქართული ხალხის არჩევანს. ქართულმა ხალხმა აირჩია ქართული ოცნება ოქტომბერში, როდესაც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. თქვენ გახსოვთ, რომ ეს ყველაფერი მოხდა მიუხედავად უცხოური ჩარევისა ჩვენს არჩევნებში. პირდაპირ
თავის როზე ევროკავშირის ელჩი აკეთებდა ქართული ოცნების საწინააღმდეგო განცხადებებს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ეს იყო პირდაპირ და უხეში ჩარევა ჩვენ საარჩევნო პროცესებში. ანალოგიურად სხვა ჩინოვნიკები, ევროპელი ჩინოვნიკები, ამერიკელი ჩინოვნიკები პირდაპირ ერეოდნენ საარჩევნო პროცესში. ჩვენ ყველა ერთად დავამარცხეთ ამ არჩევნებში. ჩვენ არა, უпроსორად პირველ რიგში ეს გააკეთა ქართულმა საზოგადოებამ დაამარცხა ყველა ის ძალა, რომელიც ცდილობდა დაპირისპირებოდა ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს თავისუფლებას და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ მათი ჩარევის მიუხედავად საქართველოში გაიმარჯვა საღმა აზრმა, გაიმარჯვა საზოგადოების მტკიცებამ და ქვეყანა აგრძელებს ორი მიმართულებით განვითარებას. მათ პატივი უნდიასცენ ქართველი ხალხის არჩევას. ჟურნალისტი ადანაშაულებს ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის ხელთ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. მსგავსი განცხადებები კიდევ უფრო ადასტურებს თუ არა იმ განცხადებებს და გზავნილებს, რაც სახელმწიფო ფულს ჰქონდა, რომ კონკრეტული ქვეყნების ომში ჩართვის მცდელობები იყო. გარდა ტაკერ კარლსონისა, ასეთი განცხადება გააკეთა უშუალოდ ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მან პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს, ეგრეთ წოდებული პროქსი ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, პირდაპირ გამოაცხადა, რომ სინამდვილეში ამ ომის ორი მხარე არიან არა რუსეთი და უკრაინა, არამედ ომის ორი მხარე არიან რუსეთი და დასავლეთი. ეს არის რეალობა, ხო, რაც ყველამ ძალიან კარგად იცოდა ისედაც ხელის გულზადებს ეს ყველაფერი, ამიტომაც არის დამატებით მნიშვნელოვანი ის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ბუნებრივია, რუსეთისა და დასავლეთის ომს ვერ ეყოლება გამარჯვებული, არის ორივე მხარეს ბირთვული ძალა, შესაბამისად გამარჯვებული ვერ ეყოლება ამ ომს და უნდა დასრულდეს ომი იმისათვის, რომ დაისადგუროს ამ სოფლიოში მშვიდობა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მხარეების ძალისხმევა მაქსიმალურად იქნება მიმართული უკრაინაში ომის დასრულებისკენ. ჩვენ ამ შემთხვევაში ნაკლებად ვართ მხარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვაგვირდებით პროცესებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული შრომელი ჩვენი თანამოქალაქის ინტერესები, ყურადღებით ვაგვირდებით პროცესებს, ჩვენი მხრიდან თუ რაიმე შეიძლება გაკეთდეს, რა თქმა უნდა, ამისთვისაც ვართ მზად, მაგრამ პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ და დასაქმებულებმა ერთმანეთში მოილაპარაკონ სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაგვირდებით, საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ზომებს, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა დაველოდოთ, ბუნებრივია, კომპანიასა და თანამშრომლებს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებს. დიდი მადლობა.